ფული ზოგს აქვს, ზოგს არა. ფული მხოლოდ ციფრები, ცხრილები ან განტოლებები არ არის. რეალური ფინანსური გადაწყვეტილებები კალკულატორებისგან შორს მიიღება. როცა საქმე ფულს ეხება, ჩვენ არ ვიქცევით მხოლოდ რაციონალურად, აქ ემოციები, შიშები და სურვილები თამაშობენ დიდ როლს. შენი ფინანსური ჩვევები შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოდის. ადამიანები ფინანსურ გადაწყვეტილებებს მშობლებისგან გადაცემული მოდელითა და მათი უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებით იღებენ. მორგან ჰაუსლი ამბობს, რომ რაც არ უნდა ირაციონალურად ჩანდეს შენი ფინანსური გადაწყვეტილებები სხვებისთვის, ისინი შენთვის სრულიად ლოგიკურია. ეკონომიკური ცვლილებები ძველ ფინანსურ წესებს არაეფექტურს ხდის. სხვადასხვა გამოცდილება იწვევს ფულის განსხვავებულ აღქმას, რისკის განსხვავებულ შეფასებას და საკუთარ ფინანსურ გზას. ფინანსური DNA არის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის ფინანსური ქცევების მახასიათებლებს. ესენია თაობები, ბუმერების, მილენიალებისა და ჯენზის ფინანსური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება. მშობლების გავლენა, ზოგს ფული საკმარისად ჰქონდა, ზოგს კი მუდმივად ბრძოლა უწევდა. ეკონომიკური გარემო, რეცესიაში გაზრდილები ფულს სხვანაირად უდგებიან, ვიდრე ისინი, ვინც ბუმის პერიოდში დაიბადა. სოციალური გარემო, ქალაქში ცხოვრება შედარებული პატარა სოფელში ცხოვრებას. ეს ყველაფერი განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ მიდგომას. მორგან ჰაუსლის აზრით შეგიძლიათ სიმდიდრე ააშენოთ, თუნდაც მოკრძალებული შემოსავლით, მაგრამ მაღალი დანაზოგის გარეშე, ეს თითქმის შეუძლებელია. იგი თავის წიგნში ფულის ფსიქოლოგია ხაზს უსვამს სამ ძირითად ელემენტს: გონივრული ინვესტირება, შემოსავლის ნაწილის დაზოგვა, მოკრძალებული და ეკონომიური ცხოვრების წესი. დანაზოგის გაზრდა ნიშნავს, რომ უნდა შეეწინააღმდეგოთ სოციალურ ზეწოლას და არ დახარჯოთ უბრალოდ იმისთვის, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ეჭვგარეშეა, რომ უორენ ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ინვესტორად ითვლება. მან სერიოზული ინვესტიციები სულ რაღაც 10 წლის ასაკში დაიწყო. მისი ინვესტიციის წყალობით, მისი ფული სულ უფრო იზრდებოდა და 30 წლის ასაკში უკვე $1,000,000 ღირებულების იყო. ჰაუსლი განმარტავს, რომ მხოლოდ ცოტა ადამიანი აქცევს ყურადღებას უმარტივეს ფაქტს: ბაფეტის ქონება არ არის განპირობებული მხოლოდ იმით, რომ იგი კარგი ინვესტორი იყო, არამედ იმით, რომ მან ბავშვობიდან დაიწყო ინვესტირება. კომპოზიცია ანუ რთული პროცენტი არის ყველაზე ძლიერი ფინანსური ძალა თქვენი დანაზოგის გასაზრდელად. ის პროცენტზე პროცენტის დაგროვება, რაც უფრო დიდხანს ინვესტირებთ, მით უფრო იზრდება თქვენი ფული. სწორი ინვესტირება არ გულისხმობს მაქსიმალურ მოგებას მოკლე ვადაში, არამედ მუდმივ, სტაბილურ ანაზღაურებას ყველაზე დიდი დროის განმავლობაში. თუ $1000 ინვესტიციას განახორციელებთ 8%-იანი საპროცენტო განაკვეთით, 1 წლის შემდეგ მიიღებთ $80, რაც ჯამში მოგცემთ $1080. მეორე წელს, იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ პროცენტი მხოლოდ თავდაპირველ $1000-ზე, თქვენ ახლა მიიღებთ 8% სრულ $1080-ზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ $86.40 პროცენტში, რაც თქვენ საერთოს $1166.40-მდე მიაღწევს. ეს პროცესი გრძელდება და დროთა განმავლობაში, თქვენ არ იღებთ პროცენტს მხოლოდ თქვენს პირველ ინვესტიციაზე, თქვენ ასევე იღებთ პროცენტს უკვე განხორციელებულ პროცენტზე. იღბალი და რისკი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შრომა და უნარები. ხშირად წარმატება კომბინაციაა სწორი შესაძლებლობების, შრომის მოყვარეობის და იმ ფაქტორების, რომლებზეც კონტროლი არ გვაქვს. რისკის აღება ხშირად აუცილებელია ფინანსებში, კარიერაში, შემოქმედებაში. რაც მთავარია, წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ როცა იღბალი შენს მხარესაა, უნდა შეძლო მისი გამოყენება. შენი შრომით გამომუშავებული ფული სწრაფად შეიძლება გაქრეს, თუ მას სწორად არ მართავ. ბევრი ადამიანი ფულს მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის ზოგავს: სახლისთვის, მანქანისთვის, დასვენებისთვის. მაგრამ ჭკვიანური დანაზოგი არ უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტულისთვის. ფული არ არის იმისთვის, რომ უბრალოდ დახარჯო, არამედ იმისთვის, რომ შეგეძლოს მისი გამოყენება, როცა მართლა გჭირდება, სწორ დროს, სწორ ადგილას. გქონდეს ფული და იყო მდიდარი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ადვილია ვივარაუდოთ, რომ თუ ვინმეს ლამბორჯინი ჰყავს მდიდარია, მაგრამ გარეგნობამ შეიძლება მოგვატყუოს, რადგან სინამდვილეში, ბევრი ადამიანი ცხოვრობს საკუთარი შესაძლებლობების მიღმა და შესაძლოა ლამბორჯინი ვალითაც კი ჰქონდეს ნაყიდი. სიმდიდრე არ ეხება მანქანებს, რომლებსაც მართავთ, ბრილიანტის ბეჭდებს ან სახლებს, რომლებსაც ფლობთ. სიმდიდრის დაგროვებას თვითკონტროლი და თავშეკავება სჭირდება. ადვილია იპოვოთ მდიდარი მისაბაძი ადამიანები, რომლებიც ბევრ ფულს ხარჯავენ, მაგრამ ნამდვილი სიმდიდრე იმალება და, შესაბამისად, ძნელია მიბაძვა.
უორენ ბაფეტი ისე რომ მოიქცეულიყო როგორც 20 წლის ახალგაზრდების უმეტესობა და თავისი ადრინდელი შემოსავალი მოგზაურობებისა და ლამაზი მანქანებისთვის გამოეყენებინა, ცხადია, რომ ამ შემთხვევაში იგი არ იქნებოდა ყველა დროის ყველაზე მდიდარი ინვესტორი. ფინანსური წარმატების მთავარი ელემენტები: ეკონომიურობა, შემოსავლის ზრდა კარგია, მაგრამ თუ არ იცი, როგორ მართობ, ფინანსური წარმატება დროებითია. ბიუჯეტის სწორად გადანაწილება, ხარჯების კონტროლი და ინვესტირება გრძელვადიან მდგრადობას ქმნის. სიფრთხილე და ოპტიმიზმი, მხოლოდ მოგებაზე ფიქრის არისკოა. ჭკვიანმა ინვესტორმა უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაძლო სცენარი და შეცდომებიდან ისწავლოს. სიმდიდრის აშენება ნელი პროცესია, ხოლო ფინანსური წარუმატებლობა შეიძლება მოულოდნელი და დრამატული იყოს. ცუდი ამბები იპყრობს ჩვენს ყურადღებას, რაც აადვილებს ფოკუსირებას რისკებზე, ვიდრე გრძელვადიან პროგრესზე. მაგრამ სინამდვილეში ფულით წარმატება ხშირად მოთმინებიდან, თანმიმდევრულობიდან და დროის ძალიდან გამომდინარეობს. იმის გაგება, რომ წარმატება არის სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია, მათ შორის ნიჭისა და იღბალის, დაგვეხმარება მივუდგეთ საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მეტი ყურადღებით. სანამ ინვესტიციას დაიწყებ, უპასუხე ერთ მთავარ კითხვას: გრძელვადიანი ინვესტორი ხარ თუ მოკლევადიანი? არ მოусმინო ბრმად ექსპერტებს, ტელევიზიის კომენტატორები ზოგად რჩევებს იძლევიან, შენი ფინანსური მდგომარეობა უნიკალურია, ამიტომ საჭიროა პირადი ანალიზი. პირადი გეგმა და პრიორიტეტები, შენი ინვესტიციები და ფინანსური სტრატეგია უნდა შეესაბამებოდეს შენს მიზნებს, ცხოვრების სტილსა და რისკის ტოლერანტობას. თუ ყველას მიბაძავ, შეიძლება შეცდომები დაუშვა, რომლებიც შენს პირად სიტუაციას არ შეესაბამება. აუცილებელია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ფინანსური მიზნები იცვლება, ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია, შესაძლოა 10 წლის შემდეგ აღარ იყოს პრიორიტეტი. საჭიროა მოქნილი სტრატეგია, რომელიც შეძლებს ევოლუციას შენთან ერთად. საბოლოო მიზანი თავისუფლებაა. ბედნიერების საუკეთესო საზომი არ არის თქვენი ხელფასი, თქვენი სახლის ზომა, ან ის თუ რამდენად პრესტიჟულია თქვენი სამუშაო. ბედნიერების საზომია ის თუ რამდენად შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების კონტროლი. ფულის ყველაზე დიდი სარგებელი არ არის მხოლოდ ის, რომ მისი საშუალებით ბევრი რამის ყიდვა შეგიძლიათ, მისი ძალაა მოგცეთ თავისუფლება, რომ გაატაროთ თქვენი დრო ისე, როგორც გსურთ. რამდენი ფულიც არ უნდა დააგროვოთ, ეს ვერ მოგიტანთ მუდმივ ბედნიერებას, თუ არ გაქვთ დროის კონტროლი და არ შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი შრომის ნაყოფით. ჰაუსლი შეგვახსენებს, რომ ფული მხოლოდ ინსტრუმენტია. მისი მთავარი მიზანი არ არის უბრალოდ მეტი ნულების დამატება ანგარიშზე, არამედ ჩვენი დროის დაბრუნება და არჩევანის თავისუფლება. ბევრი ადამიანი კარიერას 18 წლის ასაკში ირჩევს, როცა უბრალოდ სწორი გზის პოვნას ცდილობს. მაგრამ იმის შანსი, რომ ეს არჩევანი 40 წლის განმავლობაში სიამოვნებას მიანიჭებს, ძალიან დაბალია. თუ შენი საქმე აღარ გაბედნიერებს და მხოლოდ იმ მიზეზით აგრძელებ, რომ ერთხელ უკვე აირჩიე, ეს არ არის საკმარისი მიზეზი. ცხოვრება ძალიან ხან მოკლეა იმისთვის, რომ გაიჭედო რამეში, რაც არ გიყვარს. შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია. ფულთან შენი ქცევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეხან განათლება. არ არის აუცილებელი, გქონდეს ჰარვარდის დიპლომი ან მუშაობდე უოლ-სტრიტზე, რომ გამდიდრდე. რაც მთავარია, ფინანსურად ჭკვიან ურჩევებს გამოიმუშავებდე, ხარჯავდე გონივრულად, აგროვებდე, ინვესტირებდე და ფიქრობდე გრძელვადიან პერსპექტივაზე. ფინანსური წარმატება არასოდეს არის მხოლოდ მათემატიკა, ეს ემოციური და ქცევითი თამაშია. იმარჯვებს ის, ვინც მართავს საკუთარ სურვილებს.